მუნიხენის ლუდვიგ მაქსიმილიანეს უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტთა ასეულშია უკვე წლებია. გერმანიის მასშტაბით კი ის მიმდინარე წლის მონაცემებით პირველ ადგილზეა. მის ღირსებაზე სხვა მრავალთან ერთად მეტყველებს ის, რომ ეს კედლებში 20 მომავალი ნობილიანდი აღზრდილა. ეს კედლები კი უდიდეს ისტორიას ინახავს. მათ შორის მე-20 საუკუნის ყველაზე ტრაგიკული დღეების ჭრილობებით სავსე მოგონებებს, რომელთა კვალიც ნატყვიარების სახით დღესაც ატყვია უმაღლესი სასწავლებლის კედლებს. უნივერსიტეტში მრავალი ფაკულტეტია, თუმცა ჩვენ დღეს ყურადღებას მივაპყრობთ მართლმადიდებლური თეოლოგიის ფაკულტეტს, რომელსაც მე-20 საუკუნის 90-იან წლებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხო-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ორჯერ სტუმრობდა. მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტში უკვე 2013 წლის დასაწყისში მიუნხენში მოვიპოვე აღიარება დიპლომ თეოლოგიის ეგრეთ წოდებული, რომელიც ჩვენი განათლების სისტემის შესაბამისად არის იგივე მაგისტრატურა, რამაც განაპირობა ჩემი დოქტორანტურაზე ჩარიცხვა, კერძოდ ბიბლიური თეოლოგიის განხრით და ახალ აღთქმაში ბერძენ პროფესორ ნიკოლა კოპულოსთან ავიღე სადისერტაციო თემა სახელწოდები, სამუშაო სახელწოდება არის სულიწმინდის ნიჭთა, ანუ მადლის შესახებ სწავლება პირველი კორინთელთა ეპისტოლის მიხედვით, წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლეებში, კონტექსტი აღმოსავლელ წმინდა მამათა გათვალისწინებით. უკვე ჩემთვის ეს მეორე სემესტრია. ამის გარდა მონაწილეობა ძალიან გახსნილად სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ კონფერენციებში, სიმპოზიუმებში. ამას წინათ მე თვითონ მივიღე მონაწილეობა, ვიყავი ბონის საერთაშორისო სიმპოზიუმზე, სადაც დიდი ხელშეწყობით აქ გამხდარი, მიუნხენში გამხდარი ქალბატონი დოქტორი ნინო საყვარელიძეს ხელშეწყობით და იქ ბომში მყოფი ასევე ქართველი დოქტორი თინათინ ხრონცის ხელშეწყობით მოხვდი 4 დღიან საერთაშორისო სიმპოზიუმზე, სადაც ასევე ქართული ლიტურგიკული ტრადიციები შესახებ იყო კონგრესები, შეხვედრები, მსოფლიოში სერიოზული წამყვანი თეოლოგების, ლიტურგისტების და ასე შემდეგ. ზოგჯერ მგონია, რომ აქაურმა პროფესორებმა უფრო მეტი იციან ვიდრე მე. იმიტომ რომ იმდენად სიამაყით სანამ ხდება ხოლმე, რომ ჩვენი წარდგენა ხდება ამ შემთხვევაში სტუდენტების და რაღაცა მე რო წარმოადგენენ ხოლმე, ერთი 10 წუთი შესავალს უკეთებენ, ვინ არის და რა არის ქართული ეკლესია. და მწვენია ხოლმე, იმდენად ჩემთვისაც უცნობ დეტალებს წინ წამოწევენ ხოლმე და მე იტყვიან, რომ ეს ირაკლი ჯინჯოლავა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, იციან უძველესი ქართული ეკლესია და წყაროებიც მოიპოვება. ჩვენ თითქოს აქედან რაღაც საქართველოს თითქოს გადმოტრიალებულ წიგნს გავს. სხვანაირად უყურებთ, სხვანაირად ვკითხულობთ ამ ყველაფერს და სხვანაირად გვტკივა. არ არის ის, რომ რაღაცა მოულხენილ ევროპაში ვცხოვრობთ, არაფერი არ გვაწუხებს და არაფერი არ გვედარდება. ძალიან ბევრი გვედარდება, ძალიან ბევრი გვაწუხებს, ვტკივა და სიყვარულით ვაკეთებთ იმ საქმეს, რა საქმეშიც ვართ და ვცდილობთ, რომ ჩვენი საქმით გამოვადგეთ საქართველოს. ლუდვიგ მაქსიმილიანეს უნივერსიტეტში გამორჩეული ისტორია აქვს გვიანი ანტიკისა და ბიზანტიური ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტს. აქ უკვე წლებია იკვლევენ ქართულ ფრესკებს, ხოლო ფაკულტეტის ბიბლიოთეკა ქართული წიგნების საცავად ქცეულა. პარალელურად კი საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას ათეულობით გერმანულენოვანი კვლევა შეემატა. ამ ყველაფრის ორგანიზატორი და სულის ჩამდგმელი მიუნხენში მცხოვრები ქართველი მკვლევარი, ხელოვნებად მცოდნე ეკატერინე ზიმერმანია. ფაკულტეტზე როცა მოვედი, გასაუბრებები მქონდა და შევხვდი რაღაც საოცარ კაბინ რაღაც ისე მოხდა, რომ შევედი უნივერსიტეტში და შევხვდი პროფესორს, რომელიც ხელმძღვანელია ამ ფაკულტეტის, ბატონი ბაუერი. და ჩვენი გასაუბრება დაიწყო, რომ მე მოვდივარ ამ ძველი კულტურის, უაღრესად ძალიან ღრმა და განსხვავებული კულტურის ქვეყნისგან და საქართველოს მისთვის არ იყო უცნობი. და ეს ჩემი ამ ფაკულტეტზე მოსვლა ამითი რაღაც უფრო გამძაფრდა და გაძლიერდა ეს სიყვარული ამ ქვეყნის კულტურის. და 2010-ში ჩავირიცხე მაგისტრატურის ფაკულტეტზე, შემომთავაზა ჩემო პროფესორმა, რომ რადგან ძალიან დიდი ხნის და მრავალწლიანი სიყვარული ჰქონდა ამ ქვეყნის კულტურის, თუ მე ჩაუდგებოდი ერთ-ერთ საინტერესო პროექტს მასთან ერთად
და გავაკეთებდით რაღაც სასემინარო კურსს, მოვიწოდით სტუდენტებს და შედგებოდა მთელი სემესტრის პროგრამა საქართველოს შუა საუკუნეებში. და მე რა თქმა უნდა, ეს იყო ჩემთვის სრულიად მოულოდნელი, მაგრამ ვიყავი ძალიან ამაყი და ძალიან ბედნიერი და ხელმძღვანელობდა რა თქმა უნდა ამ ყველაფერს პროფესორი ბაუერი. დაიწყო მთელი მზადებები, დაიწყო წიგნების მოძიებები, შედგა პროგრამა, ჩვენ შევეცადეთ ყველანაირად როგორც ოქრომჭედლობა, კედლის მხატვრობა, რა თქმა უნდა გაძლიერებულად არქიტექტურა, ანუ რაც იყო ქართულ კულტურულ მემკვიდრეობაში და გაგვეცნო უფრო ფართოდ გერმანელებისთვის რაღაც მოგვეტანა და შედგა კიდეც ძალიან კარგად ეს ყველაფერი, დაიწყო ჩვენი სემინარები და ძალიან წარმატებით ჩაიარა ამ ყველაფერმა. 15-მდე სტუდენტი მონაწილეობდა, თემები დანაწილდა. ძალიან საინტერესო ის იყო, რომ უბრალოდ ლიტერატურაზე ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს, ლიტერატურა ქართული, ანუ უცხოურ ენაზე ძალიან ცოტა არსებობს და წიგნებს მიგზავნიდნენ, ამ წიგნებს თარგმნიდი და ისე ვაწვდიდი სტუდენტებს და ეგრე ხდებოდა მოხსენებების მომზადებები. საოცარი დიდი აჟიოტაჟი, დიდი სიყვარული და საოცრად ღრმა ინტერესი დაიმსახურა ამ ყველაფერმა და რა თქმა უნდა დაგვირგვინდა ექსპედიციით. ჩვენ ეს გავიარეთ და ეს გზა რაღაც ისეთი ზავასაც საინტერესო იყო, მაგრამ მე მინდა ახლა რაღაც ისეთი არ გამომივიდეს, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ მე ვიჯექი დარბაზში და ყვებოდნენ ჩემი მეგობრები. აქ იყვნენ ფრანგებიც, იყვნენ ამერიკელებიც, უმეტესად რა თქმა უნდა გერმანელები, ყვებოდნენ საოცარი სიზუსტით, საოცარი კონკრეტულობით, ღრმა მეცნიერული შეგნებით საქართველოზე, სოტი ცხოველზე, დავით გარეჯის ფრესკებზე და ამაზე მეტი ბედნიერება რა უნდა ქართველს და მით უმეტეს ხელოვნების ისტორიკოს და მაშინ ვიფიქრე რომ რაღაცა მოვედი იქ სადაც უნდა ყოფილიყავი ალბათ რაღაც იმისთვის რომ ჩემი ქვეყნისთვისაც რაღაც წილი რაღაც პატარა გამეკეთებია. ეს პროექტი ითვალისწინებდა ორკვირიან ექსპედიციას. შევძელი თითქმის ყველაფრის ნახვა და ჩვენ ეს პროგრამულად გავიარეთ თითქმის ყველაფერი გარდა სვანეთისა და მაღალმთიანი რეგიონებისა, უბრალოდ ფიზიკურად ვერ შევძელით. ჩემთან ერთად არა მარტო იყო ჩემი პროფესორი ფაკულტეტის ხელმძღვანელი, არამედ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ძალიან წარმატებული არქეოლოგი, არა მარტო გერმანიაში, არამედ მთელ მსოფლიოში, როლფ მიხაელ შნაიდერი. პირველ ექსპედიციაში როცა ვიყავით და რა თქმა უნდა ვიყავით ყინწვიშიც, საღამო იყო, რაღაც ბინდებოდა და ვნახეთ მაშინ ყინწვისის მხატვრობა. მაშინ მომიბრუნა ჩემი პროფესორი და მითხრა, ეკა რა უნდა გააკეთო ამაზე კარგი თუ არა ყინწვისის მხატვრობა. საოცარი ფერები და რაღაც ვიცოდით რომ იყო ზოგადად ძალიან ცოტა გამოკლეული ყინწვისზე. და მაშინ ჩაისახა იდეა რომ მე დამეწყო და გამეკეთებია ყინწვისზე რაღაც ისეთი დიდი და მონოგრაფიული. ზოგადად ცნობილია ის რომ საერთოდ ვიღებ მხოლოდ ქართულ თემებს, ვემსახურებ მხოლოდ ქართული კულტურის გაცნობას და ძალიან მიხარია და ვარკიდე ამაყი და ალბათ ვიქნები სულ ასეთი, რადგან იმდენია რომ ერთი ცოცხლი არ მეყოფა იმისთვის რომ ეს ყველაფერი ამოვწურო. საქართველოდან შორს სამშობლოსი ფიქრი არც მსოფლიოში ცნობილი გალი თეატრის მიუნხენის პრიმადონას და ხელმძღვანელს ჰელენა გეორგესთვის არის უცხო. მიუხედავად იმისა, რომ უკვე წლებია გერმანიაში მოღვაწეობს, მას საქართველოსთან კავშირი აქვს და საინტერესო გეგმებს დღემდე სახავს. მიუნხენში არსებობს ორი გალი თეატრი და მე ვარ ხელმძღვანელი 2009 წლიდან მიუნხენში. საქართველოში განხორციელდა შარშან, ეს იყო გრიმების 200 წლის იუბილესთან დაკავშირებული ზღაპრებისა და მითების ფესტივალი და თანამშრომლობა გამიწია გოეთე ინსტიტუტმა. ჩვენ ვიყავით ზუგდიდში, ქუთაისში და თბილისში. და გქონდა ეს პროექტები და ეხლა ამჯერად გვაქვს მოლაპარაკებები მიმდინარეობს და არის რა თქმა უნდა ინტერესი რომ ეს განვავრცოთ და რეგულარული ფორმით ჩავატაროთ ზღაპრებისა და მითების ფესტივალი. ხო, რითაც გამოვარჩევდი, ეს არის ასე ჩვენ თამაშობთ ასევე შაბათ-კვირას ბავშვებისათვის, ეს არის ინტერაქტიული ზღაპრების შოუ და ეძლევა თითოეულ მაყურებელს საშუალება სცენაზე ჩემთან ერთად, ან ჩემ კოლეგასთან ერთად რომ ითამაშოს. ეს ამით გამოვარჩევდი და ამით გამოვირჩევით ჩემი აზრით თვითონ მიუნხენში, რომ ჩვენ ინტერაქტიულად ბავშვებთან ასე ვთამაშობთ და ამ ფორმით ვცდილობთ რომ თვითონ ზღაპრები, თვითონ ეს სიმბოლიკა რაც ზღაპრებს ეხება, გაუზიაროთ მათ. ჩვენ გვაქვს პროექტები სკოლებში მოზარდებთან ძალადობის, ბიონარკოტიკის, ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ და ყველაფერი ეს ხდება, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო გარემოში. და გამოყოფთ მაგალითად ერთ-ერთ ფაქტს 2006 წელს, როდესაც მე ვითამაშე ციხეში და საკმაოდ დადებითად და საკმაოდ ჩემთვის ყველაზე
ახლოს მოვიდა ეს მაყურებელი, იმიტომ რომ თვითონ იყვნენ მსხვერპლი ამ ძალადობის და ამ ნარკოტიკების და უფრო სხვანაირი განცდა იყო, რა თქმა უნდა, მათთან თამაში. სხვა სპექტაკლებს შორის გამორჩეულია ერთი მსახიობის წარმოდგენა ბელადონა, რომელიც ელენამ ქართულ კომპოზიტორ ლევან ბაშარულთან ერთად შექმნა. სწორედ მიუნხენში მოღვაწე ქართველი კომპოზიტორის შექმნილია მუსიკა სპექტაკლისთვის. მიუნხენში მომიწია ერთ-ერთ ძალიან ნიჭიერ ქართველ ხელოვანთან ერთად მუშაობა ჰელენა გეორგიევსთან, გალი თეატრის ხელმძღვანელთან, რომელმაც შემოთავაზა ერთ-ერთ სპექტაკლზე ბელადონაზე, რომ დამეწერა მუსიკა. და რაც ძალიან კარგად წავიდა პროცესი, იმიტომ რომ როგორც ხელოვნები ჩვენ ძალიან შევეწყოთ ერთმანეთს და სულ რაღაც რამდენიმე საათში დავამზადეთ ნახევარი სპექტაკლის მუსიკა და გამოვიდა ძალიან წარმატებული პროექტი და ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს მიუნხენში. ლევან ბაშარულიც გერმანიაში სწავლის სურვილმა წაიყვანა. ნიჭიერმა კინოკომპოზიტორმა მალევე მიიქცია ხელოვანების ყურადღება და წარმატებამაც არ დააყოვნა. შემოთავაზა გერმანიის ტელევიზიამ, გავაკეთე კინოფილმი. ნემეც, ანუ ეს არის რუს-გერმანელზე არის ეს ფილმი, რომელიც რუსეთში დაიბადა, გერმანიაში ჩამოვიდა საცხოვრებლად და ანუ ისტორია არის ის, რომ გერმანიაში რუსია და რუსეთში გერმანელი. და ეს თემა ჩემთანაც ახლოს იყო და ანუ ძალიან გამიადვილდა ფილმზე მუშაობა. ფილმმა ნემეცმა ანუ ძალიან დიდი წარმატება ხვდა წილად, ძალიან ბევრი პრიზები მიიღო სხვადასხვა ფესტივალებზე და მოხდა ევროპის საუკეთესო სატელევიზიო ფილმების ათეულში. რამდენიმე დღის წინ კი გაირკვა, რომ ფილმი ნემეც, რომლის მუსიკაც ქართულ კომპოზიტორს ლევან ბაშარულს ეკუთვნის, წარდგენილია კანის კინოფესტივალზე. ჩვენ ვილოცავთ ლევანს ამ სასიხარულო ინფორმაციას და წარმატებას ვუსურვებთ. Nemec, du hast Talent zum Stillen. Die Leute wollen ihrem schmutzigen Geld ein schönes Gesicht. ქართულ ფილმზეც უნდა ვთქვა, ანუ ქართული კინოფილმი, სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, ყველაფერი ადამიანებზე, გიორგი აბაშიშვილის ფილმი ნოდარ დონბაზის მიხედვით გადაღებული ნოველებზე. წელს იყო საქართველოში მისი პრემიერა. 23 მაისს არის დაგეგმილი ასევე მიუნხენის სიმფონიურ ორკესტრთან ჩემი ნაწარმოების ჩაწერა. ნაწარმოების ქვია ომის შემდეგ და ეს დაიწერა ზუსტად იმის შემდეგ 2008-ში მომიწია მე ჩამოსვლა, სანამ ომი დაიწყებოდა 2 კვირით ადრე. და ეს ყოველთვის მოულოდნელი ტრაგედია, რაც საქართველოს დაატყდა, ანუ ჩემი გადაანალიზება იყო ამისი და ხა ჩაიწერება ეს ნაწარმოები 23 მაისს. გარდა ფილმის მუსიკისა დაკავებული ვარ ასევე სასიმღერო შემოქმედებით, შექმნილი კვარტეტი მიუნხენში, ჰარმონია და ვასრულებთ სიმღერებს აკაპელა ფორმით, სხვადასხვა ქართულ, ესე ვთქვათ, ხალხურ და ქალაქურ სიმღერებს გადამუშავებულს და ზოგს ჩემს მიერ დაწერილსაც. ქართული სათვისტომოს პროექტები წარმოუდგენელია ირინა დამბერგის გარეშე. სწორედ მას ეკუთვნის წინა გადაცემებში მოხსენებული ქართულ-ბავარიული პროექტის სცენარი და ტექსტები. საინტერესო შეხვედრები ჰქონდა და აი ამ ხალხთან ურთიერთობა უფრო გაღრმავდა ამ პროექტის შემდეგ. ჩემთვის იყო საინტერესო, იმიტომ რომ მე ბავარიაში ვცხოვრობ უკვე საკმაოდ დიდი ხანია და ძალიან მიყვარს ეს ბავარიელი ხალხი, ბავარიული ენა და ამ პროექტში რაღაცა დიდი ენთუზიაზმით ვიმუშავე, იმიტომ რომ აი რაღაც უკვე ცნობილი სიმღერები გარდა მექმნა აი ამ ჩვენი საღამოსთვის და მომერგო, დიახ და ძალიან საინტერესო გამოვიდა, ბავარიელებიც კმაყოფილი დარჩნენ და იმედია რომ ასეთი პროექტები კიდევ იქნება. მე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და საერთოდ ჩვენთვის თუნდაც სათვისტომო იქნება თუ საერთოდ ქართველები აქ ვინც რაღაცას ვაკეთებთ, ძალიან მნიშვნელოვანია რომ თითოეულ ჩვენთაგანს რაღაც პასუხისმგებლობა გვაკისრია და გვინდა რომ აი ჩვენი სახით ყველამ გაიცნოს ჩვენი პატარა საქართველო. და რა თქმა უნდა, ყოველი ასეთი ღონისძიება ძალიან დადებით გავლენას ახდენს ამ ადამიანებზე. ყველა რაღაც ამ კონცერტის შემდეგ ეწყობა მერე რა თქმა უნდა ქართული სუფრის წარმოჩენა და ამის შემდეგ ნუ საუბარი იმაზე თუ საიდან მოვდივართ, რანი ვართ და აი მე ყოველთვის თუ შეხვედრა მქონია
ბავარიელებთან და არა მარტო ბავარიელებთან, აი ამ ქართულის შეკრებების შემდეგ ყველა ძალიან კმაყოფილი დარჩენილა და იმედია რომ ყველა ასეთი სითბოთი და ასეთი მოწოდებით და ასეთი რა ვიცი სულისკვეთებით გაგვიცნობს ქართველებს და ჩვენ ყოველ შემთხვევაში აი აქ მიუნხენში ნამდვილად დიდად მოწადინებულები ვართ რომ დადებითად გავაცნოთ ჩვენი თავი გერმანელ ხალხს. ასევე აქტიურად არის ჩართული ეკატერინე ზიმერმანთან და ირაკლი ჯინჯოლავასთან ერთად საქართველოზე დაგეგმილი ფილმის მომზადების პროცესში. გერმანიის ქართული სათვისტომოს პროექტებში მნიშვნელოვანი წვლილი ახალ თაობას მიუძღვის. ახალგაზრდების დახმარებით და ინიციატივებით კიდევ უფრო მეტად გამყარდა კავშირი ქართველ ემიგრანტებსა და საქართველოს შორის. ერთი მათგანია ანე ენგურისპირელი, რომლის პროექტმაც საქართველოდან შორსმყოფი მრავალი ქართველი დააახლოვა ერთმანეთს. 2014 წლის აპრილიდან ვარ საქართველოს სათვისტომოს საკონტროლო კომისიის წევრი, ვარ აქტიურად ჩართული ახალგაზრდულ ჯგუფთან ერთად უამრავ პროექტში, რომელსაც ვახორციელებთ ერთად. ერთ-ერთი და ძირითადი ხაზი, რაც მაქვს ჩვენი ქართული ჟურნალის, ეს არის რომ ვაკეთებთ პორტრეტებს, ვაკეთებ მე პირადად პორტრეტებს ქართული ჟურნალისტვის წარჩინებული ქართველების ცხოვრებას მიუნხენში და ზოგადად გერმანიაში, ევროპის მასშტაბით ჯერჯერობით არ გქონია მაგალითად პრეცედენტები, მაგრამ ვცდილობ შეძლების დაგვარად. ასევე ამ პროექტის ძირითადი მიზანი არის ის, რომ აქ მყოფ ქართველებს გავაცნოთ წარმატებული ქართველები, თვითონ ამ ერთმანეთს იცნობენ ეს ქართველები, შემდეგ ვაყალიბებთ, ვაჯერებთ, ხდება აზრთა შეჯამება, ვიწყებთ ახალ პროექტებს, ასევე ვცვლით იდეებს და ძირითადი მიზანი არის ის, რომ გაიცნონ ქართველებმა ერთმანეთი. გავაკეთეთ ძალიან საინტერესო პროექტი ჩვენი სათვისტომოს გამგეობის წევრებმა, რომლებიც უკვე ასე ვთქვათ, ძველი თაობის წარმომადგენლები არიან მიუნხენში მცხოვრები ქართველებთან შედარებით. თეა კობახიძემ და თინა ჩინჩიშვილმა გააკეთეს ასეთი პროექტი რუსეთში მყოფი ქართველების სათვისტომოს ჯგუფთან ერთად. ჩამოვიდნენ, გადავიღეთ მიუნხენში მცხოვრები ქართველები, საინტერესო პორტრეტები გავაკეთეთ და ძირითადად ამ პროექტის თავარი დანიშნულება არის ის, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ასე მიმოფანტულმა ქართველებმა, სათვისტომოს წარმომადგენლებმა, წევრებმა გავიცნოთ ერთმანეთი და ძალიან სასიამოვნო იქნება თუ ამ სიუჟეტის შემდეგ გამოხმაურება მოყვება ზოგადად ამ იდეას და გამოჩნდება ადამიანი, ვისაც თქვათ ენდომება რომ ჩვენ გაგვაცნოს თავისი მოღვაწეობა უცხოეთში, არ აქვს მნიშვნელობა სად იქნება რომელ ქვეყანაში და ძირითადად მაინც დანიშნულება არის ის, რომ ერთად ვიყოთ ყველანი, გავაკეთოთ ერთად ქართული საქმე, სადაც არ უნდა ვიყოთ. იქნება ეს ეკლესიური მიმართულებით, თქვათ, თუ იქნება ეს სტუდენტური, უკვე აქ სამუშაო პროცესი და ასე შემდეგ. ძალიან დიდი სურვილია ჩვენი ერთად ყოფნის, ასე საინტერესო პროექტებით ვიდგეთ ერთმანეთის გვერდით და ჩვენი ქართველობით იქაც და აქაც საქართველო იქედან აქამდე და ევროპიდან საქართველომდე გზა, რომელსაც ერთად გავდივართ, ასე ვთქვათ, ყველანი მხარში დგომით და თანადგომით. ჩვენ ამით ვამთავრებთ გერმანიის ქართული სათვისტომოს შესახებ თხრობას. წარმატებებს უსურვებთ ყველა მათგანს და მადლობას უხდით კიდევ ერთხელ ჩვენს მეგობარს, რომელმაც მათთან სტუმრობის საშუალება მოგცა. უფალმა ინებოს ყველა მათგანის სამშობლოში დაბრუნება.